ადამიანები ხშირად ამბობენ, აი წნევა დამივარდა, თავს სუსტად გრძნობ, თავბრუ მეხვევა, ძალა არ მაქვს და ეს წნევის ბრალია და მოდი რამე დავლიო ან შევჭამო და ასე. Თქვათ რა იწვევს დაბალ წნევას, როდის არის საჭირო მკურნალობა, როდის არ არის საშიში, რა სიმპტომები ახასიათებს და როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება. დაბალ წნევას რას ვეძახით? როცა ზედა მაჩვენებელი, ან სისტოლური წნევის მაჩვენებელი არის 90-ზე ნაკლები, ეს არის დაბალი წნევა. ან დაბალი მაჩვენებელი დიასტოლური ქვედა, როცა არის 60-ზე ნაკლები. ამას ვეძახით დაბალ წნევას. დაბალი წნევა ძალიან ხშირია, ახალგაზრდებს ძალიან ბევრს აქვს და პირველი რომ ვთქვათ, არიან ადამიანები დაბალი წნევით, მთელი ცხოვრება აქვს დაბალი წნევა, რაც თავი ახსოვთ ყოველ შემთხვევაში და სიმპტომები არნაირი არ აქვთ, ძირითადად არიან გამხდარი ახალგაზრდა ხშირად ქალები, რომელსაც გულისცემაც აქვს დაბალი, წნევაც აქვს დაბალი. სხვა სიმპტომები არ აქვთ. ეს არის თუ არა პრობლემა? ეს არ არის პრობლემა, ამას ქვია ან გენეტიკური, ან კონსტიტუციური დაბალი წნევა, რომელიც ძალიან ხშირია, რომელიც პრობლემას არ ქმნის ცხოვრებაში და მეტიც პირიქით. ამ ადამიანებს, ვისაც აქვს დაბალი წნევა ბუნებრივად და არიან ზოგადად ჯანმრთელები და სხვა არაფერი ჩივილები არ აქვთ, ხშირად უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. ხშირად უფრო იშვიათად ემართებათ გულის დაავადებები, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. ამიტომ დაბალი წნევა თუ სიმპტომები არ აქვს ადამიანს და თუ ახალგაზრდა და ზოგადად ჯანმრთელია, პრობლემა არ არის, პირიქით. ბევრ შემთხვევაში საიმედო მოვლენა. და როგორია ესეთი დაბალი წნევა? ხშირად ამბობენ ადამიანები, აი მაქვს 90-60-ზე, ზოგს აქვს 85-55-ზე. აი ძალიან დაბალი რა თქმა უნდა არ უნდა ქონდეს. ძალიან იშვიათია რომ ეს ძალიან დაბალი წნევა ქონდეს ადამიანს არაფრის გარეშე და თან იყოს ჯანმრთელი და რამე სერიოზული პრობლემა არ ქონდეს, ეგ ძალიან იშვიათია. თუ სიმპტომები არ გაქვს და დაბალი წნევა გაქვს, მოკლედ როგორც წესი პრობლემა არ არის. სანამ 60 წელს არ გადაცილდება. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი დაბალი წნევის არის წამლები. წამლებს ვართ ხოლმე იმისთვის რომ წნევა დავწევთ ქვევით და სიამოვნებაში ძალიან ბევრი მოგდის მოკლედ და წნევა იწევს ძალიან დაბლა და ვითარდება ჰიპოტენზია. საკმაოდ ხშირია მოკლედ. და ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ აი წნევა მაქვს დაბალი, პირველ რიგში უნდა კითხო, ხომ არ იღებ რამე წამლს? წამლებიდან ყველაზე ხშირად წნევას წევს წნევის წამლები, რა თქმა უნდა, ასევე ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზურები და შარდმდენები. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი წნევის დაქვეითების არის წყლის დაკარგვა. წყალს როდის ვკარგავთ? როცა ან ძალიან ცხელა და ცოტა წყალს ვიღებთ, ბევრს ვოფლიანობთ, შარდს ბევრს გამოყოფთ, ან ფიზიკურად ძალიან აქტიურები ვართ და წყალს ნაკლებს ვიღებთ. ამიტომ განსაკუთრებით ცხელ ამინდებში სითხის მიღება აუცილებელია, რადგან დეჰიდრატაცია ერთ-ერთი ხშირი მიზეზია წნევის დაქვეითების. და შემდეგი მიზეზი არის ჰიპოთიროიდიზმი. ჰიპოთიროიდიზმი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება. როცა ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს და ეს ჰორმონები ანელებენ მეტაბოლიზმს და შენელებული მეტაბოლიზმი აისახება ყველაფერზე, მათ შორის გულის მუშაობის შენელებაზეც, გულის ცემა ნელდება და წნევა ქვეითდება. ადამიანს ამ დროს სიმპტომები აქვს, იმატებს წონაში შენელებული მეტაბოლიზმის გამო. ხშირად აქვს შეკრულობა, მშრალი კანი ნაკლებს ოფლიანობს და სისუსტე, დაღლილობა და შეიძლება ძილიანობაც, ასევე აი აუხსნელი სისუსტის შეგრძნება მუდმივად შეიძლება სუსტად გრძნობდეს თავს და ვერ ხვდებოდეს რატოა სუსტად. ეს ჰიპოთიროიდიზმის ნიშანი შეიძლება იყოს და სიცივის აუტანლობა. ესეთი ადამიანები, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, ყველას რო ცხელა, მაგათ ცივად. და აი თუ ძალიან ცივანაა მოკლედ ადამიანი, შეიძლება კი როგორ არის ჩვეულებრივი, უბრალოდ ეს იყოს ესეთი იყოს კონსტიტუციურად ადამიანი, მაგრამ თუ ძალიან ცივანაა, აუცილებლად უნდა უთხრა, რომ მიდი ფარისებრი ჯირკვალი შეიმოწმე. შემდეგი მიზეზი, რატომაც ადამიანებს წნევა უქვეითდებათ, არის დიდი ხნის განმავლობაში იმობილიზაცია. იმობილიზაციაში გულისხმობა, როცა ადამიანი წევს დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება ავადმყოფობის გამო ან ოპერაციის შემდგომ და
სისხლძარღვების ტონუსი სუსტდება ამ დროს და სისხლძარღვები აღარ არის ისეთი ეფექტური და ამიტომ რომ წამოდგება ადამიანი გრავიტაციის ძალით ხო ფეხებისკენ არის სისხლი მიმართული და უცბად რომ წამოდგება ვერ ახერხებს ორგანიზმი რომ დააკომპენსიროს ეს და წნევა შეუნარჩუნოს ადამიანს. ამიტომ არის რომ ვინც დღის განმავლობაში წოლილა და იშვიათად ამდგარა აუცილებლად განიცდის აი ამ მდგომარეობას სისუსტეს და შემდეგი მიზეზი რატომაც ვითარდება ჰიპოტენზია არის ვაზოვაგალური სინკოპე ან ვაზოვაგალური რეაქცია. რას ნიშნავს ახლა ეს? გინახიათ ალბათ ადამიანები რომლებიც სისხლის განხაზვით სულად ხდებიან გული შეიძლება წავიდეთ ან კბილის ექიმთან ან შიშზე ან დიდხნის განმავლობაში რომ დგანან და გული წავათ ან ნებისმიერ ძლიერ ემოციურ სტრესზე ან ტკივილისგან სხვა მიზეზების გამო მოკლედ. სინამდვილეში ხდება ის რამე რომ ჩვენი ორგანიზმი მიმართულია იქითკენ როცა ძლიერი სტრესია პირიქით მობილიზება მოხდეს მთელი ენერგიის და ძალის. მაგრამ ზოგჯერ ვითარდება ოვერრეაქციულობა, გადამეტებული რეაქციულობა ვაგუსის ნერვის. პარადოქსულია ეს. ანუ სინამდვილეში დამამშვიდებელი და მომადუნებელი რამე კი არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ორგანიზმში. პირიქით მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ და აი ეს მობილიზება უნდა ხდებოდეს და ამის ნაცვლად ხდება ვაგუსის აქტივაცია, ანუ ცდომილი ნერვის აქტივაცია, რომელიც პასუხისმგებელია მოდუნებაზე. და ადამიანი იმის ნაცვლად რომ მობილიზებული გახდეს ძუნდება და მერე გული მისდის ან წნევა უარდება და ადამიანები ამ დროს გრძნობენ ხოლმე ერთბაშად სითბოს შეგრძნება შეიძლება ვინაიდან სისხლი კანისკენ მოდის ამ დროს შეიძლება სისუსტის შეგრძნება ან ტუნელის ხედვა ან თვალებში უბნელდება და ადამიანს წინასწარ შეიძლება თქვას რომ ეხლა გული წამივა და მე წავიდეს შესაძლებელია. ახლა თქვათ როცა ჰიპოტენზია ვითარდება 60 წლის ზევით, მაშინ სად არის პრობლემა? ყველაზე ხშირად ამ დროს არის წამლებიდან აგრევ ინჰიბიტორები, მაგალითად ან ბეტა ბლოკერებმა, ან შარდენებმა პრაქტიკულად ნებისმიერ მაწნევის წამალმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება. და ეს ძალიან ხშირია ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც ზოგჯერ მაღალი დოზა მოზდით წამლების მიღების ან დოზა არასწორად შერჩეული. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ორთოსტატული ჰიპოტენზია. ორთოსტატული ჰიპოტენზია არის როცა ადამიანი დგება და აი ადგომისას ვერ ინარჩუნებს სისხლძარღვების ტონუსს და წნევა ეცემა. და როგორ უნდა მივხვდეთ რომ ეს ორთოსტატული ჰიპოტენზია უცებ თუ წამოდგება თვალებში დაგიბნელდება სუსტად იგრძნობს თავს ეს არის ორთოსტატული ჰიპოტენზია დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გრძელდება ხოლმე ეს 3 წუთის განმავლობაში თუ სისტოლური ანუ მაღალი მაჩვენებელი 20-ით დაიკლებს ეს არის ორთოსტატული ჰიპოტენზია თუ დიასტოლური მაჩვენებელი დაიკლებს 10-ით ესეც ორთოსტატული ჰიპოტენზია და ემართებათ ადამიანებს როცა უცბად დგებიან. ხო, ეს შეიძლება ბევრ შემთხვევაში არის გენეტიკური. ბევრ შემთხვევაში რამ პრობლემასთან არ არის ასოცირებული, უფრო ხშირია ასაკონებში, მაგრამ შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის შესახებ. ასაკონებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რაც დაბალ წნევას იწვევს, არის გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა ის დროს ადამიანმა ხშირად იცის, რომ აქვს ან არითმიები, ან ინფარქტი აქვს გადატანილი, ან გულის უკმარისობა აქვს, შეშუპება აქვს ფეხების, შეიძლება მუცელშიც იყოს წყალი, სისუსტე აქვს, ქოშინი აქვს, ვერ ადის კიბეებზე ქოშინის გარეშე და შესვენებების გარეშე და ეს არის გულის უკმარისობის ნიშანი. გულის უკმარისობა ძალიან სერიოზული მდგომარეობა, მაგრამ როგორც წესი იქ მთავარი ნიშანი არა, მთავარი მახასიათებელი მისი არ არის ხოლმე დაბალი წნევა, არამედ სხვა სიმპტომები მოდის წინა პლანზე და როგორც წესი ადამიანმა იცის ამის შესახებ. შეიძლება დაბალი წნევის მიზეზი იყოს ავტონომიური დისფუნქცია. რას ნიშნავს ავტონომიური დისფუნქცია? ადამიანები, რომელსაც აქვთ ხანგრძლივად დიაბეტი მაგალითად, ან პარკინსონის დაავადება, მათი ნერვული სისტემა არ ფუნქციონირებს ეფექტურად. არ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა ფუნქციონირებდეს და მათაც შეიძლება ქონდეთ დაბალი წნევა.
ახლა თქვათ როგორ უმკურნალოთ დაბალ წნევას. ნუ ყველაზე ხშირი რაც არის ხოლმე უმეტესად, ვისაც სიმპტომები აქვს, არის ორთოსტატული ჰიპოტენზია, ანუ რომ დგები და მაშინ რომ უცებ წნევა გივარდება. ამ დროს გამოსავალია რომ ადგი უნდა ნელა. მეორე არის რომ ადგომის წინ დაჭიმო კუნთები. ანუ ფეხის კუნთები რო დაჭიმო, ან ფეხები გადააჯვარედინო, ან მუშტი მოკუმო ძლიერად და აი ამ ადგილშიც დაჭიმო მკლავი. აი ეს კუნთების დაჭიმვა მოახდენს იმას, რომ მიაწვება ვენებს და სისხლი წამოვა გულისკენ და სისხლი წავა თავისკენაც და ორთოსტატული ჰიპოტენზია შემცირდება. მეორე რისი გაკეთებაც შესაძლებელია არის კომპრესიული წინდები, თუ კი ისევე რა კონტროლებს ადამიანი. თუმცა როგორც წესი ეს საკმარისია ხოლმე. ნელა ადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთბაშად რო არ ადგე, ერთბაშად რო არ შეიცვალო პოზიცია. მცირე მარილის მიღება. მარილის მიღებასთან ფრთხილად, რადგან არ უნდა ქონდეს ადამიანს გულის ან თირკმელების პრობლემა. ამ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მარილიანი საკვები ან მარილის მიღება შესაძლებელია, მეტი წყლის მიღებაც სასურველია. ნუ კომპრესიული წინდებიც თუ კი სხვა გამოსავალი არ არის. ფლუდროკორტიზონის მიღებაც შესაძლებელია როგორც წამლის, მაგრამ ეგ იშვიათად ხდება ხოლმე საჭირო და არც არის სასურველი და არც არის უმეტესად სტანდარტულ თერაპიაში, როცა მის გარეშე შესაძლებელია მართვა. ვაზოვაგალური სინკოპეს დროსაც რის გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა უნდა იცნოს სიმპტომები. სიმპტომების ცნობა, მაგალითად, ბუნდონაცხადვა როცა ეწყება, როცა ძალიან ძლიერი სტრესი აქვს, ან ეს შემთხვევები. ნუ ერთი ვარიანტი არის, რა თქმა უნდა, დაწვეს ან დაჯდეს, თუ მაგის საშუალება არ არის. თუ არ არის საშუალება, მაშინ დაჭიმოს კუნთები მაქსიმალურად მნიშვნელოვნად ეხმარება, სითხის მიღება გაზარდოს ეხმარება და ზოგადად ანუ მცირე ულუფებით და ხშირად ჭამა იმ ადამიანებს, ვინც მიდრეკილია ან ორთოსტატული ჰიპოტენზიისკენ ან ვაზოვაგალური რეაქციებისკენ, ჯობია რომ მცირე ულუფებით ჭამოს და ხშირად ვიდრე დიდი ულუფები და იშვიათად წყლის საკმარისი რაოდენობით მიიღება, დაახლოებით 2.5 ლიტრი, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ბეტა ბლოკერების გამოყენება შეიძლება ვაზოვაგალურ რეაქციებისაც აქვს, მაგრამ როგორც წესი არ არის ხოლმე საჭირო და არც მაღალი ეფექტურობა არ აქვს ბოლო კვლევებით. შესაბამისად, ხშირად არ გამოიყენება ხოლმე, თუმცა როცა საჭიროა, მისი გამოყენებაც შესაძლებელია. რაც შეეხება ადამიანებს, რომელსაც გახანგრძლივებული იმობილიზაცია უწევთ, ანუ უძრავად ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში, ესეთმა ადამიანებმა პირველ რიგში უნდა ეცადო, რომ 24 საათში მაინც დაიწყო მოძრაობა. ან ოპერაციის შემდეგ, ან დაწოლის თუ კი ავადმყოფობის დროს ადამიანს უწევს დაწოლა 24-დან 48 საათში. ან იაროს, ან ფეხები შეიძლება პასიურად ამოძრაო, ან დაწოლისეც ამოძრაო, ესეც შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში მოძრაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ნერვულმა სისტემამ ნორმალური ფუნქციონირება და ნორმალური წნევა, ან რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ადამიანმა მოძრაობა. და თუ ჰიპოთიროიდიზმი აქვს ადამიანს, მაშინ ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპია, ანუ ლევოთიროქსინის მიღება, თუ გულის დაავადებები აქვს, გულის დაავადების მკურნალობა და გულსუკმარისობის მკურნალობა. მკურნალობა ხმაღალი ნათქვამია მართვა, რამდენად შესაძლებელია განსაკუთრებით გულის წუთმოცულობის მომატება და წნევის გაზრდაც, რა თქმა უნდა, რომ ადამიანმა ნორმალურად იფუნქციონიროს. აი ეს იყო რის თქმაც მინდა და ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშის ნომრები მაქვს აღწერაში, ვიდეოს აღწერაში, აქაც გამოვა. ვისაც გინდათ ხოლმე ინდივიდუალური კონსულტაცია და ინდივიდუალური კითხვები, მაშინ პატრონზე შეგიძლიათ გამომწეროთ და იქ მაქვს მაგის შესაძლებლობა, ან დონაცია და შეგიძლიათ კითხვები დამისვათ ინდივიდუალურად. თუ კი მაგალითად დონაციის სრულიან შესაძლებლობა არ გაქვთ, ეგეც დიდი მხარდაჭერა თუ დალაიქებთ, ან გამოწერთ არხს, ან დაკომენტარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან YouTube-ის ალგორითმი მაგით ხვდება არხის საინტერესოა თუ არა და მე მაგის მიხედვით აჩვენებს სხვა ადამიანებს. ამიტომ თუ გინდათ რომ არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ, ამიტომ ან დალაიქეთ, დაკომენტარეთ, ან გამოწერეთ, ან გააშერეთ, ან ნებისმიერი აქტივობა არხზე მოკლედ არის სასარგებლო. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.